ესე იგი, ვიწყებთ მეექვსე ლექციას. დღეს საუბარი გვექნება ჯერ ზოდიაქოს ნიშნებზე კონკრეტულად და შემდეგ უკვე ვისწავლით როგორ განსაზღვროთ ამა თუ იმ პლანეტის ძალა და ამა თუ იმ სახლის ძალა შემდგომ. ესე იგი ზოდიაქოს ნიშნები ჩვენ ზედაპირულად განვიხილეთ უკვე, მაგრამ დიდად არ შევჩერებულ ვართ. ისევეა ზოდიაქოს დასახელებები როგორც დასავლურ ასტროლოგიაში. თუმცა არის ასევე სანსკრიტზე სახელები, რომლებიცაც გაგაცნობთ, მაგრამ იმისთვის რომ თქვენ არ დაიბნეთ და არ მოგიწევთ დაზეპირება სანსკრიტზე სახელების, რადგანაც ისინი ძალიან განსხვავდება დასავლურისგან, უბრალოდ ქართულად მოიხსენიებთ სახელებს. გვაქვს 12 ზოდიაქოს ნიშანი. ეგ ცხრილში არის წარმოდგენილი დაახლოებით ყველა ზოდიაქოს ნიშანი და მფარველი პლანეტა, რომელიც ზოდიაქოს ნიშანის რომელი მფარველი პლანეტაა. ამასთან ერთად მერწყულის მფარველი არის კიდევ რახუც სატურნთან ერთად, მაგრამ ჩვენ როდესაც განსაზღვროთ მაგალითად სახლის მფლობელს, ჯერ პირველ რიგში სატურნს უყურებთ მერწყულის მფლობელად და ასევე მორიელის არის კეტუც. ოღონდ რა შემთხვევებში და სად გამოგადგებათ ეგ, ამაზე კიდევ უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ. ესე იგი, ეხლა ორი სიტყვით მიმოვიხილოთ თითოეული ზოდიაქოს ნიშანი. პირველი ეს არის ვერძი, ანუ მეშა არის სანსკრიტზე და აი რაც იცით დაახლოებით დასავლური ნიშნების ძალიან გავს ეს ხასიათი იმ ხასიათს ზოდიაქოს ნიშნის, რომელიც გვაქვს ვედურში. მეშა ეს არის ენერგიული, იმპულსური, მამაცი, პირდაპირი, ესე იგი სწრაფი რეაქციის მქონე ზოდიაქოს ნიშანი. მაგრამ ჩვენთან კიდევ უფრო განსხვავდება, მაგალითად თითოეული ზოდიაქოს ნიშანი იყოფა სამ ნაწილად, სამ ვარსკვლავად, ანუ დასაწყისში არის პირველი ვარსკვლავი, შუაში მეორე ვარსკვლავი და ბოლოს არის მესამე ვარსკვლავი. ჩვენ ახლა ამ კურსზე ვარსკვლავებს არ განვიხილავთ, რადგან ვარსკვლავები არის ძალიან ღრმა, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ აი თქვათ ვერძის დასაწყისში 0-დან 13 გრადუსამდე თუ აქვს ადამიანს ასცენდენტი, ის კიდევ უფრო იმპულსურია, კიდევ უფრო ძლიერად აქვს ეს ვერძის თვისებები გამოხატული. ვიდრე როდესაც შუაშია ნიშნის, რადგან უკვე სხვა ვარსკვლავში გადავიდა. ამიტომ შეიძლება აი ერთი და იგივე ნიშანში კონდეს ადამიანს ასცენდენტი, მაგრამ ერთს კონდეს დასაწყისში, მეორეს კონდეს ბოლოში და შესაბამისად სხვადასხვა ვარსკვლავში ხდებოდეს ეს, ერთი ხდებოდეს პირველ ვარსკვლავში იმ თანავარსკვლავედის, მეორე მესამეში და შესაბამისად სხვადასხვანაირი, ოდნავ სხვანაირი ხასიათი კონდეთ ერთმანეთისგან განსხვავებული. შემდეგ ასევე პლანეტებიც, როდესაც მაგალითად თუ ხედავთ, რომ მოხვდა რაღაცა პლანეტა ვერძის ნიშანში, თქვენს ზოდიაქოში. ეს ნიშნავს, რომ ამ პლანეტას ეძლევა ვერძის ელფერი. მაგალითად, თუ მოხვდა ვენერა, ხო? ეს ვენერას თვისებებს დაუკავშირებს ეს ადამიანი ვერძის თვისებებს. ანუ შეყვარება იქნება მისთვის ძალიან იმპულსური, სწრაფად შეუყვარდება ვიღაცა. გრძნობები ექნება ესეთი არაღრმა, უფრო ზედაპირული და აი რაღაცეებით ემსგავსება ძალიან მისი ვენერა და მისი ის თვისებები, რაც ვენერას უკავშირდება ვერძის თვისებებს. ესე უნდა გააკეთოთ სინთეზი, ანუ პლანეტის და ნიშნის ენერგიის, ანუ ნიშანი აძლევს რაღაცა ელფერს პლანეტას. და ამასთან ერთად ყველა ანუ ხასიათის მთავარი ნიშნები ზოდიაქოს ნიშნიდან, რომელსაც აიღებთ, ეს იქნება ასცენდენტი და ეს იქნება მთვარის ნიშანი. ანუ მთვარე, როდესაც რომელიღაც ნიშანში ხვდება, ჩვენ შინაგანად ძალიან ვგავართ ხასიათით ამ ნიშანს, მაგრამ ასევე ვგავართ ჩვენ ასცენდენტსაც. ანუ შინაგანი ხასიათი შეიძლება ფარულად გქონდეს მაგალითად მთვარის ნიშნის, მაგრამ გვეტყობოდეს უფრო ის ნიშანი, რაც ჩვენი ასცენდენტია. ანუ ასცენდენტი უფრო გამოხატულია, ასე ვთქვათ. აქ არის ჩამოთვლილი ყველა ნიშანში თვისებები, რომლებიც არის პოზიტიურიც და ნეგატიურიც. ანუ პოზიტიური ნიშნები გვექნება უფრო მეტად იმ ნიშნიდან თუ ხასიათის ნიშნები თუ ნეგატიური, ეს არის დამოკიდებული უკვე იმ პლანეტაზე, ვინც არის მფარველი. ამ ნიშნის, მაგალითად, ვერძის მფარველი ახლა არის მარსი, ხო? აი ადამიანს აქვს, ვთქვათ, ასცენდენტი ვერძში.
უყურებთ შემდეგ მარსი სად არის, როგორ პოზიციაშია, თავს როგორ გრძნობს იმ ნიშანში. თუ ძლიერია მარსი, მაშინ ადამიანს აქვს უფრო პოზიტიური თვისებები ვერძის და თუ არის სუსტი მარსი, მაშინ გვაქვს ეს თვისებები, რომლებიც არის უფრო, ვთქვათ, აი მიდრეკილება დომინანტობისაგან უფრო გამოხატული იქნება. უარყოფითი თვისებებია გაძლიერებული, რადგან ძლიერი პლანეტა უფრო კარგ თვისებებს გვაძლევს თავისას. და სუსტი პლანეტა არ ყოფნის იმის ძალა, რომ აი ის ძლიერი თვისებების სტანდარტი დაიჭიროს, რაც უნდა კონდეს და შესაბამისად სამუშაო გვაქვს ხოლმე მე ამ პლანეტის გაძლიერება გვჭირდება. კურო ეს არის ვენერას ნიშანია, ვენერას ნიშანი ასევე სასწორი, ოღონდ კურო არის უფრო მიწის ნიშანი და აი მას თუ გაითვალისწინებთ, მაგალითად მიწის ნიშანია, ჰაერის ნიშანია, თუ წყლის ნიშანია, ესეც გარკვეულ ინფორმაციას გვაძლევს ამ ნიშანზე, ხო? აი მიწის ნიშნები ყველა არიან უფრო ძნელად ტრანსფორმირებადი. ანუ ადამიანს თუ აქვს ასცენდენტი კუროში, მისი შეცვლა ბევრად უფრო მისთვის შეცვლა და ტრანსფორმაცია ბევრად უფრო ძნელია, ვიდრე ვიღაცას, ვისაც აქვს, ვთქვათ, ასცენდენტი კირჩხიბში. ესე კურო არის არტისტული, მცოდნე, ესეთი დარბაისელი ხასიათი აქვს უფრო, რბილი, დახვეწილი, მდედრობითი ხასიათი აქვს, მამაკაციც შეიძლება იყოს კუროს ასცენდენტით და მასში რაღაცაი ქალის ჰორმონები იგრძნობა, თითქოს ქალის ენერგია იგრძნობა უფრო მეტად. და თუ ქალია კუროს ასცენდენტით, ხო რა თქმა უნდა, უფრო მეტად ქალურია, ვიდრე სხვა ქალები. ქალის ენერგიას აძლიერებს. და აი ეგოცენტრული და ესე იგი ცივი შეიძლება იყოს კურო იმ შემთხვევაში, თუ ვენერა არის რომელიღაც ნიშანში, სადაც თავს არ გრძნობს კომფორტულად, მაგალითად ვენერა თუ არის თხის რქის ნიშანში, ხო, ამ ადამიანის რუკაში. შესაბამისად, ეს არის უფრო ესეთი გამომშრალი ვენერა და იქნება კურო უფრო ცივი და უფრო ქებაზე დამოკიდებული ადამიანი, ვიდრე ვთქვათ ვენერა, როდესაც არის წყლის ნიშანში და ძლიერია. ტყუპები, აი ტყუპები ცოტათი განსხვავდება დასავლური ზოდიაქოსგან და რითი განსხვავდება ახლა. ტყუპები არის ნიშანი, რომელიც შეიძლება კონდეს კირჩხიბის ხასიათიც ამ ადამიანს და შეიძლება ტყუპების ხასიათი კონდეს, ანუ შეიძლება ასცენდენტი კონდეს რეალურად რუკაში ტყუპებში, მაგრამ ძალიან დომინირებდეს კირჩხიბის ხასიათი, იმიტომ რომ აი ეს ორმაგი ბუნება რაღაცნაირად იჩენს თავს აი ამ ნიშანში. ასევე ეს არის ნიშანი, სადაც მაგალითად დასავლურში გამოხატულია მის სიმბოლოდ ყოველთვის ტყუპები, ანუ ერთსქესიანი წყვილი ადამიანების და ვედურში ჩვენ გვაქვს წყვილი, ქალი და მამაკაცი. და ეს არის ყველაზე ანდროგენი ნიშანი, სადაც ქალის ენერგიაც არის ადამიანში და მამაკაცისაც ნებისმიერ სქესისაში, ასე ვთქვათ. კიდე, აი უარყოფითი თვისებებიდან შეიძლება იყოს, რომ ტყუპები არიან ყველაზე ხშირად არიან ფსიქოპატები ტყუპების ნიშნით, იმიტომ რომ ანუ ორი სახე აქ ადამიანს აქვს, ესე იგი, საზოგადოებაში მიღებული ესეთი კონტაქტური სახე და აქვს მეორე მხარეც, რომელიც საერთოდ არ ჩანს. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ტყუპები ფსიქოპატია. მაგრამ, ну, უბრალოდ ეს საინტერესო ფაქტია, რომ ორსახვოვანი ადამიანები არიან, ზოგჯერ არიან აფერისტებიც. მაგრამ ძირითადად არიან ძალიან კომუნიკაბელური, ძალიან აქტიური. ზოგი ამბობს, რომ ზედაპირული ნიშანია ტყუპები, მაგრამ აქ მარტო ასცენდენტით ვერაფერს ვერ იტყვი, იმიტომ რომ უნდა უნახო მთვარე სადაა ადამიანს, შეიძლება მთვარე საერთოდ მერვე სახლში კონდეს და ზედაპირული ვერანაირად ვერ იქნება. აქედან გამომდინარე, მარტო ასცენდენტი და ან მარტო მთვარე არაფერს არ წყვეტავს. ეს არის უბრალოდ ერთ-ერთი ასპექტი. კიდე აი დასავლურში არის რომ თვლიან რომ თქვათ აი ვერძი, კურო, ტყუპები ეს არის რაღაცა დასაწყისი, ეს არის რაღაც ახალგაზრდა სული, რომელიც უნდა განვითარდეს და მერე გადავიდეს და თუ არის თევზების ასცენდენტი, ეს ნიშნავს რომ სული არის უკვე ძალიან ბევრი გაკვეთილი აქვს და ბოლო ცხოვრება აქვს და რაღაც ესეთი. ჩემ პრაქტიკაში ეს რაღაც არ დადასტურებულა, ანუ ტყუპებით შეიძლება იყოს ძალიან ძველი სული და ვერძით შეიძლება იყოს. უბრალოდ ეს მოდის იქიდან, როგორი ხასიათი აქვს სულს და წინა ცხოვრებაში რა საკეთებდა და რა წამოიღო იქიდან, თორე
რადგანაც ესეთი დასაწყისი ნიშანია, არ ნიშნავს, რომ ახალი სულია, ახალი გამოჩეკილი. ამ ხასიათის ნიშნებს, რა თქმა უნდა, წაიკითხავთ სათითაოდ და უფრო წარმოდგენა შეგექმნებათ და პლანეტებსაც, რა თქმა უნდა, მიუსადაგებთ. კირჩხიბი, ეს არის ძალიან ღრმა ნიშანი, მგრძნობიარე წყლის ნიშანია, ტრანსფორმაციული. კირჩხიბზე, რა თქმა უნდა, უნდა ვნახოთ მთვარესა და აქვს ადამიანს და ეს იქნება აბსოლუტურად განსხვავებული კირჩხიბი თუ მთვარე ყავს თხის რქაში და თუ მთვარე ყავს თქვათ ლომში, სხვადასხვანაირი კირჩხიბი იქნება. ეს არის უბრალოდ რაღაცნაირად წარმოდგენა, რომ შეგექმნათ დაახლოებით რა თვისებები უნდა გქონდეს, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ყველა ეს თვისება რაც ჩამოთვლილია და მგრძნობიარე ყველა ვარიანტში იქნება კირჩხიბი, მაგრამ შეიძლება ვთქვათ თხის რქაში ყავდეს მთვარე და გრძნობები ქონდეს ჩაკეტილი და ტოვებდეს ისეთი ადამიანის შთაბეჭდილებას, რომელსაც საერთოდ არ აქვს გრძნობები, მაგრამ რეალურად შიგნით სხვანაირი იყოს. კიდე კირჩხიბებს ერთი საინტერესო ისა აქვთ თვისება ხასიათის, რაც აღნიშნავდი, რომ რამდენადაც მგრძნობიარე არიან, იმდენად შეუძლიათ უგრძნობი გახდნენ უცებ. ანუ კიბო გარედან არის მაგარი და შიგნით არის რბილი, ხო ძალიან? და თუ ძალიან ისეთ ურთიერთობაში ხარ კირჩხიბთან ახლო, შეიძლება ძალიან რბილი იყოს შენთან, მაგრამ როგორც კი რაღაც არ მოეწონება და უცბად შეუძლია რომ შეიცვალო დამოკიდებულება, მერე უკვე აი იმას ვეღარ არღვევ ამ ჯავშანს და მასთან უკვე ვეღარ შედიხარ ისეთ კომუნიკაციაში ფილში. ანუ ადვილად შეუძლიათ ადამიანების გაშვება ცხოვრებიდან კირჩხიბებს. სხვა წყლის ნიშნებისგან განსხვავებით. ლომი, სიმხა, ეს არის ძალიან კეთილშობილი ესეთი მედიდური ნიშანია, ისეთივე აქტიურია როგორც ვერძი, მაგრამ ვერძი თუ რაღაცნაირად ზედმეტად აქტიურია, ზედმეტად უყვარს თავის წარმოჩენა, ლომის ნიშანი უფრო ადამიანები არიან, რომელსაც თვითონ აყენებს ხოლმე სამყარო, თქვა სადმე შევლენ რაღაცა კომპანიაში და ყველანი გარს ეხვევიან, ისე რომ თვითონ მას აქტიურად ეს არ უნდა. რაღაცნაირი ბუნებრივი ლიდერის ხასიათი აქვთ. ყველაზე ისეთი სიცოცხლის და გართობის მოყვარული ნიშანია ლომი. და ეს დიდი განსხვავება, ასე ვთქვათ, არ არის ხოლმე იმასთან შედარებით, რაც დასავლურში ლომი წარმოგიდგენიათ. რა თქმა უნდა, მზეს უნდა დავაკვირდეთ, როგორ მდგომარეობაში არასაკეთებს და შესაბამისად, როგორც იცით, ლომის მფარველი არის მზე და იქიდან განისაზღვრება ადამიანის ხასიათი ძალიან და მთვარესაც, რა თქმა უნდა. ხო, აი მთვარე თუ არის ლომში, ეს ადამიანი არის ძალიან შინაგანად ამაყი, ანუ ყველაზე განსაკუთრებით თუ არის პირველ 10 გრადუსში ლომის მხვედრილი მთვარე, ეს ადამიანი აქვს ყველაზე დიდი ეგო, რომელიც ზედაპირზე არ ეტყობა, მაგრამ აი ძალიან უჭირს საკუთარ თავზე გადაბიჯება. რაღაცა ესეთი მომენტია. ანუ მთვარისთვის დიდად კარგი არ არის ლომში მოხვედრა. რადგანაც მთვარე მზის ნიშანში რაღაცნაირად ძალიან გამომშრალია და იმ ემოციურობას და იმ რაღაცას ზედმეტად სიამაყეში უშვებს, ვიდრე სხვა თვისებებში. ქალწული, კანია დაახლოებით ისეთივე ნიშანია, როგორიც იმაში, აღმოსავლურ კი არა და დასავლურში. ეს არის მერკურის ნიშანი, ოღონდ მერკური აქ ძალიან განსხვავებულია მერკურისგან ტყუპებში, რადგან აქ არის უფრო ტყუპებში თუ ადამიანს აქვს უფრო ესეთი გაშლილი ინტელექტი და ბევრი რაღაცების დაკავშირება შეუძლია. ქალწული ეს არის ინტელექტი, რომელიც სიღრმეში ჩადის რაღაცა წერტილში. ანუ წერტილებზე ორიენტირება, დეტალებზე ორიენტირება შეუძლიათ. მაგრამ უჭირთ რაღაცების დაკავშირება ერთმანეთთან. აი მიუხედავად იმისა, რომ მერკური არის ესეთი ნიშანი, რომელსაც ეხება უცხოენების სწავლა, მაგალითად ქალწული ასცენდენტები ამ მთვარე ქალწულში ძალიან რთულად სწავლობს ხოლმე უცხოენებს, რადგანაც უცხოენის სწავლისთვის რაღაცეები ინტუიციურად ერთმანეთთან უნდა დააკავშირო, ანუ მთელ ლექსიკონს ბოლომდე ვერ ისწავლი, რაღაცებს უნდა მიხვდე, რას ნიშნავს და ეს მიხვედრა უჭირთ ხოლმე ქალწულებს. უფრო შეუძლიათ ღრმა ანალიზი და
და უცხოენის სასწავლად აი თითოეული სიტყვა უნდა ისწავლონ, რაც ნიშნავს, რომ გამოუვიდეთ უფრო. მომსახურების სფეროში არიან ძალიან კარგები, ქალწული ასცენდენტები, ან თუ მერკური ქალწულში იყოს ვიღაცას და ესეთი შრომის მოყარე ნიშანია, მიწის ნიშანი ასევე. სასწორიც ვენერას ნიშანია კუროსთან ერთად, ოღონდ აქ უფრო განსხვავებული ხასიათია. იქ თუ არის ვენერას მიდრეკილება მატერიალიზმისკენ უფრო ხაზგასმული, აქ არის ვენერას უფრო კარგი თვისებები თითქოს აი უფრო სირბილე, ეს ადამიანებს შორის ურთიერთობის სიყვარული, ანუ რაღაც მშვიდობის სიყვარული, ჰარმონია, ასე ვთქვათ, სასწორის იმაში თვისებებში. მაგრამ ანუ ნეგატიური ის არის, რომ მთვარეც სასწორში და ასცენდენტით სასწორში იწვევს იმას, რომ ადამიანი აი ზედმეტად მერყევია, ზედმეტად უჭირს იმის გაგება თვითონ რა უნდა, ასე ვთქვათ. სასწორი ასევე ერთადერთი ნიშანია, რომელიც აი უსულო საგანს წარმოადგენს ამ ზოდიაქოს ნიშნებიდან. და აქედან გამომდინარე, სულს უნდა ხოლმე რაღაცა გადატვირთვა, ასე ვთქვათ, საკუთარი თავის პოვნა უფრო მეტად, როცა სასწორი ასცენდენტი აქვს. ანუ თითქოს აი წინა ცხოვრებაში საერთოდ საკუთარ თავს არ უსმენდა და ამ ცხოვრებაში უნდა რომ ეს ისწავლოს. მორიელი ვრიშჩიკ არის ყველაზე ესეთი რთული ნიშანი შედარებით. აი ვისაც აქვს მორიელი ასცენდენტი ამ მთვარე, ამ ადამიანებს აქვთ ერთ-ერთი ყველაზე მეტი კარმა წამოღებული წინა ცხოვრებიდან. რადგანაც პირდაპირ აი მთელი კარმის აკუმულაცია მორიელში ხდება. ეს არის ადამიანი, რომელმაც აი მართლა რაღაცა ემოციურ სხეულით რაღაცები წამოიყვან, შურისძიების სურვილი ან რაღაც უსამართლობა ხდებოდა წინა ცხოვრებაში. და ამ ცხოვრებაში აქვს ძალიან დიდი ტრანსფორმაცია გასავლელი და გასაშვები რაღაცეები, რაც წინა ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, ჩარჩა. ეს არის ძალიან ღრმა ნიშანი, რა თქმა უნდა, არის ძალიან ანალიზი შეუძლია საკუთარი თავის. ყოველთვის ანუ აი კეტუც რო არის მორიელის მფლობელი მარსთან ერთად, ესეც იმას მიანიშნებს, რომ კეტუ როგორც წინა ცხოვრების გამოცდილება აქვს თავისი ნიშანი, ანუ თავისი ნიშანი არა მთლიანად, მაგრამ ნუ მარსს ეხმარება იქ ამის მფარველობაში და აქ ჩანს ხოლმე პირდაპირ კარმა. ანუ თუ პლანეტა ყავთ რაღაცა მორიელში, ეს ნიშნავს, რომ ეს პლანეტა არის ყველაზე მეტად კარმიცავსი, ან მაგალითად ვენერა არის ხო მორიელში. ეს ნიშნავს, რომ აი ვენერას აქვს ყველაზე მეტი რაღაცა კარმული წამოღებული წინა ცხოვრებიდან, ანუ სასიყვარულო ურთიერთობების გავლით ხდება ამის დამუშავება. თუ მერკურია, ანუ რაღაცა ინტელექტის დონეზე ხდება რაღაც კარმულის დამუშავება და ასე შემდეგ. ყველაზე მისტიური ნიშანი, ასე ვთქვათ, და ჩაკეტილი, ანუ არ უყვარს აი გამომჟღავნება საკუთარი თავის. შვილდოსანი, თანუ ეს არის ესეთი ღია ნიშანი შედარებით, გახსნილი, მოაზროვნე, ძალიან ინტელექტუალური, ძალიან ბევრ ცოდნას იძენს ხოლმე ძირითადად ეს ნიშანი ცხოვრების განმავლობაში და აი ესეთი დიდსულოვანი ნიშანია და ცოდნაზე ორიენტირებული. მაგრამ არ არის დიდად ღრმა, ანუ რაღაც ტრანსფორმაციისკენ არ აქვს დიდად მიდრეკილება. თხის რქა. თხის რქა. ეს არის აი სატურნის ხასიათი რომ აღწერეთ, ძირითადად მიესადაგება თხის რქას. ეს არის ესეთი ადამიანი მინიმალისტი და მთლიანად ენერგიის ჩადება უყვარს მუშაობაში, სამსახურში, კარიერა არის მისთვის მთავარი. და გინდაც მთვარე იყოს თხის რქაში, ну შეიძლება მაშინ კარიერა არ იყოს მთავარი ადამიანისთვის, იქ სხვა რაღაცებსაც გააჩნია, მაგრამ მაინც რაღაცნაირად ემოციებისგან გამომშრალი ნიშანია, ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ განიცდის ემოციებს, განიცდის, მაგრამ ვერ გამოხატავს, ანუ ყველა თხის რქა ასცენდენტს და თხის რქა მთვარეს რაღაცა დონეზე სამუშაო აქვს იმაზე, რომ საკუთარი ემოციები გამოხატოს. ეს აქვს სასწაული ერთ-ერთი. და ასეთი პატივსაცემი ადამიანები არიან ხოლმე, ესეთი წონიანი, ასე ვთქვათ, სატურნის წონა აქვთ.
მერწყული, იქიდან გამომდინარე, რომ სატურნთან ერთად რახუც არის საქონლის მფლობელი, არის ესეთი ყველაზე ნოვატორი, ყველაზე ესეთი სიახლეების მოყვარული ნიშანი და ესეთი ამბოხის მოყვარული, საზოგადოების, ანუ სატურნის რღვევა უყვარს და უყვარს აი რახუსკენ წასვლა, ანუ სატურნიდან რახუსკენ უნდა წავიდეს მერწყულის დავალება ესეთია. ოკულტიზმისკენ მიდრეკილება აქვს უფრო აი სპირიტუალობისკენ და არა ოკულტიზმისკენ, როგორც ასეთი მაგიისკენ მერწყულს. და რაღაცა ის საზოგადოების ჯგუფებზე მოქმედებს ძირითადად, ანუ რაღაცა პლანეტა თუ ყავს მერწყულში, ექნება მერწყულის ენერგია გადმოღებული. თევზები ეს არის ესეთი საინტერესო ნიშანი ძალიან. ყველა პლანეტა ვერ გრძნობს კარგად თევზებში თავს, რადგანაც თევზები არის აი ძალიან წყლის ნიშანია და ბევრი წყალია ამაში, ბევრი ემოცია, ბევრი გრძნობა და ნაკლებია სიმყარე, ნაკლებია მიწა, ასე ვთქვათ. და მაგალითად თუ მოხვდა სატურნი თევზებში, დიდად კარგი მდგომარეობა არ არის და თუ მოხვდა კიდე მერკურიც თევზებში, რადგანაც უკვე ეს ადამიანი იქნება, რომელსაც ლოგიკით არ ესმის რაღაცეები და ესმის მარტო ინტუიციურად რაღაცა ესეთი ნიშანია თევზები. რა თქმა უნდა, დადებით თვისებები აქვს ბევრი, სულგრძელი, ემპათიური, დახმარებისთვის მზად არის ყოველთვის სხვებისთვის. თევზების დავალებაა ხოლმე, რომ ზედმეტი არ მოუვიდეს დახმარება, იმიტომ რომ ზედმეტად უყვარს სხვა ადამიანების დახმარება და საკუთარი თავის გაწირვა, ასე ვთქვათ. ანუ ჩაკრების მიხედვით რო გადავანაწილოთ პლანეტები. მაშინ პირველ ჩაკრას მიესადაგება სატურნი, ანუ მერწყული და თხის რქა არის პირველი ჩაკრის ნიშნები. თევზები და მშვილდოსანი არის მეორე ჩაკრა. მესამე ჩაკრა, ანუ მანიპურა არის ვერძი და მორიელი, ანუ მარსის ენერგია. ანაჰატა, ანუ გული და ეს სიყვარული არის ვენერას ნიშნები. ვიშუთხა და მერკური, გამოხატვა რაღაცის და ლაპარაკი, რა თქმა უნდა, არის ტყუპები და ქალწული და კირჩხიბი და ლომი, ეს უკვე არის აჯნა ჩაკრა, ანუ მესამე თვალი. და სახასრარა, რადგან ცხეულში აღარ არის და უკვე გვირგვინის ჩაკრაა და აურა მთლიანად, პლანეტა უკვე აღარ შეესაბამება. ანუ 100%-ით ესე არ არის, მაგრამ აი ჩემი დაკვირვებით, თუ ვიღაცას ყავს მაგალითად სადღაც სატურნი, რომელიღაცა ნიშანში ხო, მაგალითად ყავს ვერძში სატურნი, დიდი შანსი არის, რომ ბლოკი კონდეს აი ზუსტად იმ ჩაკრაში, რომელიც შეესაბამება იმ ნიშანს. ან კეტუ სადაც ყავს ეს ჩაკრა მთლად დაბლოკილი არ აქვს, მაგრამ დიდად არ იყენებს, რადგანაც ზედმეტი დატვირთვა ქონდა წინა ცხოვრებაში და ამ წინა ცხოვრების გამოცდილება იქიდან მოდის. ოღონდ ეს არ არის, რა თქმა უნდა, 100%-ით ესე, უბრალოდ თქვენ თუ ნახავთ თქვენს რუკაში სად არის თქვენი სატურნი და მერე შეადარებთ ამან რომელი ნიშანში მოხვდა, შესაბამისად შეიძლება რაღაც ინფორმაცია მოგცეთ იმაზე, რომელი ჩაკრა შეიძლება არ იყოს კარგ მდგომარეობაში. ეხლა ესე მიმოვიხილეთ, ასე ვთქვათ, ნიშნები. ნიშნებში მინდა ეხლა რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია, მაინც შეეცადოთ, რომ პლანეტები დაუკავშიროთ ნიშნებს. აი მაგალითად, აიღოთ თქვენი მერკური და ნახოთ სად არის რომელი ნიშანშია. და შემდეგ იფიქროთ იმაზე, რომ აი ამ ნიშანში მერკური როგორ უნდა იქცეოდეს წესით. მაგალითად, თუ არის ვერძში მერკური, ხო? ბუნებრივია, რომ ეს იქნება ადამიანი, რომელსაც ბევრი კარგი იდეა აქვს, მაგრამ მოთმინება არ ყოფნის, რომ განახორციელოს. ხშირად მიიღებს გადაწყვეტილებებს უცებ იმპულსურად, ბევრი ფიქრის გარეშე. რაღაცნაირად შეიძლება მარსი რახან არის, ხო? ჩართული აქ და ვერძის ნიშანია, შეიძლება აგრესიულად ლაპარაკობდეს ეს ადამიანი. ზედმეტად და აი ჰიტლერს ჰქონდა მაგალითად მერკური იმაში ვერძში. განსაკუთრებით თუ დასაწყისში, ანუ აი მოდიოდეს ეს აგრესიული ენერგია თუ ზედმეტს ლაპარაკობს.
მაგალითად, თუ ყუროშია მერკური, ხო, ეს აღარ იქნება ესეთი ადამიანი, რომელიც აგრესიულად ლაპარაკობს, პირიქით ილაპარაკებს ძალიან ესე დამჯდარად, ძალიან ესე ხმადაბლა, გაწონასწორებულად, ყუროს შესაბამისად, რაღაც დაგეგმა ეყარება აუცილებლად იმპულსურად არ მიიღებს არანაირ გადაწყვეტილებას, მოთმინებაც ექნება ამ ადამიანს და ეყარება მაგალითად რაღაცა ცოდნის აკუმულირება, როგორც ყუროს ესეთი რაღაცა დარბაისელი ხასიათი აქვს, ხო? ტყუპებში თუ მოხვდა მერკური, რა თქმა უნდა, ძლიერი მერკური იქნება, იმიტომ რომ თავის ნიშანია. და ეს იქნება ადამიანი, რომელიცაც ძალიან ბევრ ადამიანთან კომუნიკაცია აქვს, ძალიან ბევრს ლაპარაკობს, ანუ შეუძლია ეს multitasking-ი აუცილებლად. ერთი რაღაცას როცა აკეთებს, წყინდება, შეიძლება რამოდენიმე საქმიანობაში ერთდროულად იყოს ჩართული. იყოს ჩართული საქმიანობაში, სადაც კომუნიკაცია სჭირდება ადამიანებთან. უცხო ენებს ითვისებდეს ძალიან ადვილად, აი ხო გინახიათ ადამიანები, რომ ძალიან უცებ სადღაც ჩავლენ და რაღაც ორ კვირაში ლაპარაკობენ უკვე იმ ენაზე. ეს არის აი მერკური, როცა არის ტყუპებში. ოღონდ შეიძლება ერთ საგანზე ყურადღების გაჩერება გაუჭირდეთ, ანუ ეს ნეგატიური მხარეც რო გავითვალისწინოთ, გაუჭირდეთ სიღრმეში ჩასვლა. ანუ კონდეთ ძალიან ბევრი ინტერესი და დღეს ერთი რაღაცა ინტერესებთ, ხოლმე მეორე რაღაცა, ესეც ტყუპებში მერკურია. მაგალითად, აი კირჩხიბში ავიღოთ მერკური, ეს არის ადამიანი, რომელსაც აი ეს ლოგიკური აზროვნება დიდად არ ესმის, იმიტომ რომ წყლის ნიშანია კირჩხიბი და აი მერკური წყალში არის ფაქტიურად, ვერ ფუნქციონირებს სწორად. გადაწყვეტილებებს იღებს ინტუიციურად, ანუ მათემატიკაში დიდად ძლიერი არ უნდა იყოს ესეთი ადამიანი და ესეთ ტექნიკურ საგნებში. ძალიან ემოციურ გადაწყვეტილებს, აი ხო, გაგიგიათ ემოციური გადაწყვეტილებებს, როცა იღებს ადამიანი, ხო, ეს არის თუ მერკური ყავს წყლის ნიშანში და აი ტყუპებში თუ ყავს და ენერგიას, ანუ მერკურისას მიმართავს უფრო ფსიქოლოგიისკენ, რაღაცა იმაში საკუთარი თავის შეცნობისკენ და ესეთი რაღაცების სწავლა აინტერესებს. მაშინ როცა იცი, როცა ტყუპებშია მერკური, იმას შეიძლება ძალიან ნაკლებად აინტერესებდეს ესეთი რაღაცები და აინტერესებს ესეთი კურსები გაიაროს ან რაღაცა სკილები მიიღოს ამ ცხოვრებაში რეალიზაციისთვის და არა ეს ფსიქოლოგია და თვითშემეცნება და ესეთი რაღაცები. როცა ლომში არის მერკური, ბუნებრივად აი წარმოიდგინეთ ლომის თვისებები ლიდერული და მერკური შევაერთოთ და ეს იქნება ადამიანი, რომელსაც როცა ლაპარაკს იწყებს, რატომღაც ბევრი ჩერდება და უსმენს. რაღაცა ესეთი მომენტი შეიძლება იყოს. ბევრი ტალანტი შეიძლება ქონდეს, აი პოლიტიკოსებს აქვთ ხოლმე მერკური ლომში, რომ რაღაცნაირად იწყებენ ლაპარაკს და აჩვენებენ სხვებს. ქალწულში მერკური იქნება ძალიან ღრმა ანალიზი, რაღაც სტრატეგიულ თამაშებში ყოველთვის მოიგებს ეს ადამიანი, თუ ქალწულში ყავს მერკური და კარგი ბიზნესმენები არიან, ანუ გათვლა შეუძლიათ რაღაცეების, დეტალებს ამჩნევენ და ძირითადად კარგი მეხსიერება აქვთ ხოლმე. თუ არის სასწორში მაგალითად მერკური, ხო? ესეც ვენერას ნიშანია, აქაც წყნარად ლაპარაკობს ადამიანი, მაგრამ აქ რაღაცნაირად უფრო მომრიგებლური ტონი აქვს ყოველთვის, რაღაცა კონფლიქტებში უნდა ჩაერიოს და მოღარიგოს ყველა. აქ არის უფრო მეტი ყოყმანი გადაწყვეტილების მიღებისას, ვიდრე იქნება მაგალითად ყუროში მეორე ნიშანში. ყურო დაფიქრდება კი და მიიღებს გადაწყვეტილებას უფრო თუ მერკური ყუროშია, მაგრამ აქ კიდე ძალიან ბევრი ყოყმანი იქნება. იმასთან დაფიქრებაზე უფრო მეტი იქნება. ანუ აი თუ მივხვდით ლოგიკას, როგორ ვაკავშირებთ პლანეტას ნიშანთან, მე მინდა რომ ეს გაიგოთ რა. მაგალითად, აი თუ მორიელშია მერკური, ხო? მორიელი არის ძალიან ღრმა. შესაბამისად, ეს ადამიანი არის ადამიანი, რომელსაც აი შეუძლია ძალიან ღრმა ინფორმაცია მოიპოვოს, ანუ ზედაპირზე დადებული ინფორმაცია კი არა, რაღაცა გამოძიება ჩაატაროს და რაღაცა იპოვოს ისეთი, რასაც სხვები ვერ ხვდებიან. აი რაღაცა შპიონებს აქვთ ხოლმე ესეთი მერკური და გამომძიებლებს, ჟურნალისტებსაც, რომლებიცაც უფრო გამომძიებლური ჟურნალისტიკა აინტერესებს და არა უბრალოდ ლაპარაკი.
ესოთერიკა დააინტერესებს ამ ადამიანს მორიელთან დაკავშირებული აუცილებლად და ჩაუღრმავდება ზოგადად ყველაფერს. და ადვილი იქნება მისთვის აი ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვება. თუ დაავალებ ადამიანს, რომელსაც მორიელში ყავს მერკური. შესაბამისად, თუ ყავს მაგალითად მშვილდოსანში მერკური, ეს არის ძალიან ცოდნაზე ორიენტირებული ადამიანი, შეიძლება რამოდენიმე უმაღლეს სასწავლებელი ქონდეს დამთავრებული. უცხოეთთან კავშირი ქონდეს, ან უცხო ენების სწავლაც უყვართ ხოლმე. და ძალიან კარგი მდგომარეობა მერკურისთვის ზოგადად. მაგრამ ნუ სიღრმეში დიდად არ ჩავა, ისე როგორც მორიელში როცა არის მერკური. თუ არის მაგალითად მერკური დღის რქაში, ეს არის სატურნის ნიშანი და ეს არის ესეთი რაღაცნაირი მშრალი მერკური უფრო, რომ ეს საქმეზე ლაპარაკი როცა უყვართ მარტო და რაღაც ემოციური ინტელექტი და რაღაც ესეთი ნაკლებად აქვთ. მშრალად უყვართ ლაპარაკი, ანუ თუ აი მაგალითად თუ ტყუპებში არის მერკური და რაღაც 1000 რაღაცას მოედობა ეს ადამიანი და გაავრცობს, აქ უბრალოდ აი რაც საქმეს ეხება, ზუსტად იმას ილაპარაკებს. ან შეიძლება ძალიან ცოტა ლაპარაკი უყვარდეს ადამიანს თუ მერკური ყავს იმაში დღის რქაში. თუ მერკური ყავს მერწყულში, მაშინ უკვე ანუ ეს დღის ენერგია აღარ არის, ეს უკვე სატურნის ენერგია და რაჰუს ენერგია ერთად. და ამ ადამიანებს მოსდით ხოლმე ძალიან ინოვატორული იდეები, ანუ შეიძლება სხვას არავის არ მოუვიდეს და ამ ადამიანმა რაღაცა გამოიგონოს, იმიტომ რომ მერკური და რაჰუს ენერგია კავშირდება ერთმანეთთან და აი outside of the box thinking რო არის, ზუსტად არის ხოლმე მერწყული იმაში. კი არა და მერკური მერწყულში. და მერკური თევზებშიც საკმაოდ რთული პოზიციაა იმ გაგებით, რომ იქაც არ გრძნობს მერკური დიდად კარგად თავს და იქაც ძირითადად წამყვანი ინტუიციური გადაწყვეტილებებია და არა ლოგიკური და რასაც ქვია ესეთი ანალიტიკური ამ ცხოვრებისეული. ანუ წინაყენებს უფრო ემოციებს და ემოციებიდან სჯერა რაღაც ის ან არ სჯერა და ესე ლოგიკას არ მიყვება ადამიანი დიდად. ესევე შეგიძლიათ დააკავშიროთ ნებისმიერი პლანეტა, მაგალითად ვენერა დააკავშიროთ ზოდიაქოს ნიშანს და მიხვდეთ, რომ იმის ხასიათი როგორ ედება ვენერას. მაგალითად, ვენერა თუ არის მორიელში, როგორ ამ ადამიანს სასიყვარულო ურთიერთობების ძალიან ჩაღრმავება უყვარს ძალიან ესეთი შეიძლება ძალიან ეჭვიანი იყოს, რადგან მორიელის თვისებაა და თუ არის ვენერა ტყუპებში, ხო, უფრო ზედაპირული ურთიერთობები აინტერესებს ადამიანს და შეუძლია ადვილად გაუშვას თავის ცხოვრებიდან პარტნიორი, ეს ჩაჭიდება არა აქ მაგალითად როგორც მორიელში, ხო? და აი ესე სათითაოდ შეგიძლიათ ნიშნის თვისებები მოარგოთ პლანეტის თვისებებს. და პირველი დავალება ეს იქნება, რომ თქვენი ასცენდენტი ნახეთ რა ნიშანია და ნახეთ იმ თვისებებიდან, რაც აი ზოგადად ჩამოწერილია, რა გაქვთ თქვენ. ნახეთ თქვენი მთვარე რა ნიშანია და იმ თვისებებიდან, რაც ზოგადად არის მოცემული თქვენ რა გაქვთ, თქვენთან რა რეზონირებს და მერე თითოეული პლანეტა, მაგალითად სატურნი ყავთ მორიელში. და აი უბრალოდ დაფიქრდით, ეხლა ეს ძალიან რთულია მესმის, იმიტომ რომ დასაწყისში ხართ ძალიან, მაგრამ მე გაჩვენებთ აი გზას, საით უნდა იფიქროთ, როგორ უნდა იფიქროთ, რომ ასტროლოგიური ცოდნა მიიღოთ. აი ვთქვათ, სატურნი არის მორიელში, ხო? გადახედეთ მორიელს, რა თვისებები აქვს, მერე სატურნს იცით რა თვისებები აქვს და დაფიქრდით, რომ აი ჩემ ცხოვრებაში, ჩემი სატურნი როცა მორიელშია, რანაირად ზემოქმედებს ეს ჩემზე, რა ხდება? ანუ სადამ აქ სატურნის თვისებები შეერთებული მორიელთან. ან თუნდაც აიღეთ თქვენი მერკური და ნახეთ, აი სად არის, როგორ მუშაობს ჩემი მერკური, თქვათ მყავს კირჩხიბში და რატო არის ესეთი, როგორიც არის ჩემი აზროვნება, ასე ვთქვათ. ესე აიღეთ თითოეული პლანეტა და რაც გამოგივათ, მარტო ერთი რაღაცაც კი რომ მიხვდეთ უკვე ძალიან დიდი პროგრესია არ გეუბნებით, რომ ეხლა თითოეულ პლანეტაზე რაღაცა 500 რაღაცა უნდა მოიფიქროთ, არა. უბრალოდ რაც წამოგივათ და რასაც მიხვდებით, ასე ვთქვათ, ის ამოწერეთ და
სხვების რუკებიც ნახეთ, ანუ მარტო თქვენი არა, ანუ თქვა თქვენი პარტნიორის, თქვენი შვილების და მარტო თქვენსაც რო არ აკვირდებით და იმათ მერკურებსაც აკვირდებით, მერე უფრო რაღაცას ხედავთ მაგალითად, ან იმათ იუპიტერებს, ან რაღაცა სხვადასხვა პლანეტას. უფრო მეტი საშუალება გექნებათ, როდესაც ცოცხალ ადამიანში როგორ მუშაობს ხედავთ და ცოცხალ ადამიანებზე უნდა ვისწავლოთ ასტროლოგია და არა ესე უბრალოდ თეორია, მარტო თეორია არაფერს არ გვაძლევს. ეს არის როგორც რაღაც ანბანი. და ეხლა უკვე თქვენ წინა ლექციაზე დაგავალეთ, რომ აი ნიშნების მიხედვით შეაფასეთ მეთქი პლანეტები რამდენად ძლიერი გაქვთ. და ეხლა სხვა კრიტერიუმებსაც გეტყვით, რითიც უნდა შეაფასოთ თქვენი პლანეტების სიძლიერე. ოღონდ ეს არ არის ესეთი ცოდნა შავი და თეთრი, ასე ვთქვათ, არ ნიშნავს, რომ თუ აი ვთქვათ ცოტა პროცენტი მოაგროვა პლანეტამ, რომ ძალიან სუსტია და ძალიან დაზიანებული უნდა იყოს. ელემენტარულად ეს არის უბრალოდ დაბადების მომენტში მოცემულობა. ანუ თქვენ თუ დაიბადებოდით და ცხოვრებაში არანაირად არ განვითარდებოდით და ისე ავტომატზე იცხოვრებდით, იქნებოდა ეს პლანეტა ამ მდგომარეობაში. ვისაც ახლა მაგალითად პლანეტარულ ჰარმონიზაციაზე იყო და შეეცვალა ვთქვათ მარსის ენერგია, ხო? იმისი მარსი შეიძლება ახლა რუკაში ჯერ კიდევ ცუდ დღეშია, მაგრამ სინამდვილეში აღარ არის ცუდ დღეში, იმიტომ რომ ენერგია გასწორდა. ასე რომ ძალიან ესე შავ-თეთრად არ მინდა რომ შეხედოთ ამას რა. ეს უბრალოდ იმისთვის, რომ აი წარმოდგენა გქონდეთ, რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს პლანეტა, რამდენად სუსტი. ესე იგი, პირველი რასაც ვაფასებთ პლანეტების ძალის შეფასებისას, ეს არის პლანეტის მდებარეობა ნიშანში. ანუ წინაზე გაჩვენეთ მე ცხრილი, წინა ლექციაში იყო, სადაც გარკვეულ პროცენტს წერდით პლანეტას და თუ არის 100%-ზე მეტი, ამას ქვია ეგზალტაცია და თუ 100%-ზე ნაკლებია, ამას ქვია დებილიტაცია. და ანუ ძირითადი, ასე ვთქვათ, ფუძე ძალის მოდის იქიდან, ასე ვთქვათ. შემდეგი კრიტერიუმი არის პლანეტარული შეერთება. ანუ თუ პლანეტა იმყოფება ერთ სახლში ზესთან, მარსთან, სატურნთან, რახუსთან, ეს ასუსტებს პლანეტას. გააჩნია ნებისმიერი პლანეტა, არა აქვს მნიშვნელობა რომელი, ასუსტებს. გამოვაკელით 5% იმას, რაც ჰქონდათ იქამდეც მიღებული. და თუ იმყოფება მთვარესთან, მერკურთან, იუპიტერთან და ვენერასთან, ეს აძლიერებს და დაუმატეთ 5% მაგალითად იმ პლანეტას. მესამე ეს არის ავასთხა, ესეც +-5%-ია და ეს არის გრადუსების ძალა. ანუ თუ პლანეტა არის 12-დან 18 გრადუსამდე, ეს არის მაქსიმალური ძალა პლანეტის და თუ არის 0-დან 2 გრადუსამდე და 28-დან 30 გრადუსამდე, მაშინ ვაკლებთ საერთოდ 5%-ს. თუ 12-დან 18-მდეა, ვუმატებთ 5%-ს. მაგრამ აი 0-დან 2 გრადუსამდე კიდე ეს პლანეტა შეიძლება რაღაც სუსტი იყოს დასაწყისში ცხოვრების, მაგრამ ეს არის პლანეტა, რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და მთელი ძალა არის, ასე ვთქვათ, აი ჩაპრესილი ამ პლანეტაში. და ეს მარტო დასაწყისისთვის ითვლება, რომ სუსტია, თორე მერე შეიძლება ეს პლანეტა საერთოდ ძალიან ცოტა პროცენტიანი გამოგივიდეთ, მაგრამ 0 გრადუსში, 0-დან 2 გრადუსამდე იყოს მოთავსებული და შემდეგ თქვენი დამუშავებით იმდენად ძლიერი გახდეს, რომ ჩვეულებრივ პლანეტაზე კიდევ უფრო ძლიერი იყოს. დრიგბალა არის მეოთხე კრიტერიუმი, ესეც +-5%-ია. და ეს არის პოზიტიური პლანეტების ასპექტები აძლიერებს და ნეგატიურის ასუსტებს. ანუ იცით უკვე ასპექტების გამოთვლა წინა ლექციიდან და შესაბამისად აი პოზიტიური პლანეტები მთვარე, მერკური, იუპიტერი, ვენერას ასპექტი თუ ეცემა იმ სახლზე, სადაც ეს პლანეტა ზის, ხო? ეს ნიშნავს, რომ გაძლიერდა უფრო და თუ ნეგატიურის ეცემა, შესაბამისად უნდა გამოვაკლოთ 5%. თითოეულ პლანეტაზე არის 5%, მაგალითად თუ ეცემა ვთქვათ მერკურის და იუპიტერის ასპექტი იმ პლანეტას, მაშინ დავუმატებთ 10%-ს. და დესპოზიტორი, ეს არის მასპინძელი პლანეტა. ანუ დესპოზიტორი რას ნიშნავს? მაგალითად, მთვარე მაქვს კუროში. კუროს მფარველი არის ვენერა, ხო? ანუ მთვარის მასპინძელი, რომელიც იმ სახლის მფლობელია, ასე ვთქვათ, ახლა არის ვენერა. და
თუ დესპოზიტორი პლანეტა არის ძლიერი, მაშინ შესაბამისად სტუმარსაც აძლიერებს. თუ სწორად მივხვდით, მაგალითად, მთვარე თუ არის კუროში და ვენერა არის ძლიერი, მაშინ ეწერება მთვარეს +5% და თუ არის ვენერა სუსტი თვითონ, მაშინ აკლდება -5%, რადგანაც აი წარმოიდგინეთ, რომ სახლი თუ შენ თვითონ ძლიერი ხარ, სახლიც კარგი გაქვს შესაბამისად, ანუ პლანეტების ესეთი ლოგიკა არსებობს. მე ამ ყველაფერს დააჯამებთ და მიიღებთ რაღაცა ძალას პლანეტებისას, თუნდაც შედარებისთვის, რომ რაღაცა პლანეტას მიიღებთ, რომ არის თქვათ 120 გრადუსი, 120% და რაღაცას შეიძლება მიიღოთ, რომ არის 60%, ხო? შესაბამისად ხვდებით, რომ ის პლანეტა არის ძლიერი ჩემ რუკაში და ეს რაღაცა პლანეტა არ არის ძლიერი და სუსტია შესაბამისად. შესაბამისად, მე ძლიერი პლანეტები მიდის უკვე მე თვისებები პოზიტიური ამ პლანეტების სინაპლანზე და თუ არის პლანეტა სუსტი, შესაბამისად ის რაც ჩამოგითვალეთ თვისებები პლანეტის, ხო, ნეგატიურები, უფრო ნეგატიური თვისებები ძლიერდება. მაგალითად, სატურნი თუ არის ძლიერი, გვაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა ძლიერი ადამიანს, თუ არის სუსტი, პირიქით, ანუ ძალიან პასუხისმგებლო ადამიანია ეს და გასაძლიერებელი აქვს სატურნის შესაბამისად. ეხლა პლანეტების ძალას როცა დაითვლით, შემდეგ უკვე გადავდივართ სახლების ძალაზე. და სახლების ძალა უკვე ძალიან საინტერესოა, რადგანაც ეს არის უკვე აი იმ სფეროებს, რასაც განაგებს ის სახლი, ხო? თუ სახლი არის ძლიერი, შესაბამისად ეს სფეროებიც ჩვენ ცხოვრებაში უნდა იყოს წესრიგში. მაგალითად, თუ მეშვიდე სახლი მაქვს ძლიერი, ეს ნიშნავს, რომ პარტნიორი ჩემ ცხოვრებაში უნდა იყოს ადამიანი, რომელიც პრობლემებს არ მიქმნის და რაღაცა სამუშაებელი კი არა მაქვს, პირიქით, ეს არის რესურსი. და შეიძლება ვთქვათ, აი კარიერის სახლი მქონდეს სუსტი და ის იყოს თქვათ დასამუშავებელი. ანუ თითოეულ სფეროს აიღებთ პირველ სახლს და შეაფასებთ პირველი სახლის ძალას. მე აიღებთ მეორე სახლს და შეაფასებთ მეორე სახლის ძალას. და ეხლა როგორ შეაფასებთ? ამასაც ექნება კრიტერიუმები. პირველი, რასაც ვაფასებთ, ეს არის სახლის მფლობელი. ანუ სახლის მფლობელი პლანეტა თუ მაქვს ძლიერი, შესაბამისად ეს სახლიც ძლიერია. თუ ადამიანი ვთქვათ ძლიერია ფინანსურად, შესაბამისად კარგ სახლს ააშენებს, ხო? და თუ სუსტია ეს პლანეტა, მაშინ იმის თავი აღარ აქვს, რომ იმ სახლის პრობლემებით დაკავდეს იმ პლანეტას, თავის თავი გასჭირვებია და შესაბამისად ის სახლი არ არის და ის სფეროები ჩვენ ცხოვრებაში უპრობლემო და ესე მიხედული, ასე ვთქვათ. ეს პირველი კრიტერიუმი არის სახლის მფლობელი, ძალიან დიდი კრიტერიუმი სახლის ძალის შესაფასებლად. მეორე, ეს არის პლანეტების სახლში. ანუ ნახულობთ რა პლანეტები ზის იმ სახლში, თუ პოზიტიური პლანეტები ზის, შესაბამისად აძლიერებს სახლს, თუ ნეგატიური პლანეტები ზის, შესაბამისად ასუსტებს. მერე პლანეტების ძალა, ძლიერი პლანეტები აძლიერებს სახლს, სუსტი ასუსტებს. შეიძლება ახლა იყოს ნეგატიური პლანეტა, მაგალითად იყოს სატურნი ამ სახლში, მაგრამ ძლიერი იყოს სატურნი და მაინც აძლიერებს. ამას, ანუ ეს არ არის ის, რომ აი პროცენტები დაუწეროთ ამას უკვე და ესე შეაფასოთ. ამას უყურებთ უკვე ინტუიციურად, ასე ვთქვათ. უყურებთ აი სახლის მფლობელი რამდენად ძლიერია, მერე რამდენად ძლიერი პლანეტები ზის, რამდენად ნეგატიური პლანეტები ზის, პოზიტიური და მეოთხე არის ასპექტები. ნეგატიური პლანეტის ასპექტები ასუსტებს სახლს, ანუ რაღაცა დარტყმასავით არის მასზე და პოზიტიური პირიქით რაღაცა რესურსს აძლევს და აძლიერებს იმ სახლს. აი, ამ 4-ივეს რო გადახედავთ, ხო? ნებისმიერ სახლზე უკვე წარმოდგენა გექნებათ, რამდენად ძლიერი სახლია საერთოდ მთლიანობაში თუ სუსტი სახლია. და მე ნახავთ, რომ ის სახლები, რომლებიც სუსტია, თქვენ ცხოვრებაში ისე წარმოდგენილია, რომ უფრო პრობლემური სფეროებია თქვენ ცხოვრებაში და ის სახლები, რომელიც ძლიერია, შედარებით მეტ რესურსს გვაძლევს ცხოვრებისთვის. და თუ არა გვაქვს ის სახლით გააქტიურებული, ასე ვთქვათ, ანუ ყურადღებას არ უთმობთ, ხო? და ძლიერია ეს სახლი, რაღაცა რესურსებს ვკარგავთ და შესაბამისად ყურადღება უნდა მივაქციოთ.
ეხლა შემდეგი პუნქტი არის პლანეტების შეერთება. შეერთებად ითვლება პლანეტების, როდესაც ერთ სახლში არის რამოდენიმე პლანეტა. არა აქვს მნიშვნელობა დასაწყისშია თუ ბოლოშია, უბრალოდ ერთ სახლში თუ მოხვდა, იმ სახლში უკვე ხდება ის, რომ ერთმანეთზე ახდენენ გავლენას პლანეტები. და შეერთება ნიშნავს იმას, რომ პლანეტების თვისებები რაღაცნაირად ერთმანეთში თითქოს ირევა. ანუ რაღაცა ერთი პლანეტა გადასცემს თავის თვისებებს მეორეს და მეორე პირველს და ერთმანეთში სხვანაირი ენერგია წარმოიქმნება. ანუ ეს კი არ არის ორი ცალ-ცალკე ენერგია. ეს არის ერთი რაღაც ენერგიის გუნდა, რომელიც უფრო განსაკუთრებულია, ვიდრე ცალ-ცალკე იყოს ყველა პლანეტები ვიღაცის რუკაში. როდესაც ერთ სახლში ხვდება, ამას უკვე შეერთება ქვია. მაგრამ ოპტიმალური ეფექტი აქვს, როდესაც მას შორის დისტანცია არის 10 გრადუსზე ნაკლები. ანუ 10 გრადუსზე მეტი თუა დისტანცია, ეს პლანეტები შედარებით კომფორტულად არიან რაღაცა. ერთმანეთს დიდად ხელს არ უშლიან, ენერგიას ერთმანეთში არ ურევენ, მაგრამ თუ აი 10 გრადუსზე მეტად მიუახლოვდნენ, ხო? უკვე ბევრი თვისებები ერთმანეთში ერევათ. და უკვე მერე საზღვრავთ პლანეტას, რომელსაც აქვს ქვედა გრადუსი, ის იგებს, ასე ვთქვათ, ამ შერკინებას კი არა, შერკინება არ არის, აქ შეერთება. მაგალითად 3 გრადუსზე მყავს სატურნი და ვთქვათ 7 გრადუსზე მყავს მარსი, ხო? სატურნს მეტი ძალა აქვს აქ, ანუ სატურნი იჭერს უფრო მარსს, ვიდრე მარსი ეკაჩება სატურნს, ასე ვთქვათ. იქნება ადამიანი, რომელიც არის უფრო ფრთხილი, ვიდრე მოქმედებაზე ორიენტირებული. და თუ საწინააღმდეგოდ არის, თუ მარსი უფრო ქვემოთ არის, ხო? მაშინ პირიქით მარსს ექნება მთელი ძალა აღებული და უფრო მოქმედებაზე ორიენტირებული იქნება და იქნება უფრო მეტად მოქმედებაზე ორიენტირებული, ვიდრე ის ადამიანი, ვისაც აი ცალკე ყავს მარსის და სატურნის, იმიტომ რომ რაღაცნაირად იმის ძალას იპარავს, თუ თითქოს ეს პლანეტა იმის ძალასაც თვითონ იღებს, როდესაც ქვემოდან არის. ქვემოდან წარმოიდგინეთ, რომ უფრო ახლოს არის, ასე ვთქვათ, დედამიწასთან, ესე დაიმახსოვრეთ და უფრო მეტი ძალა აქვს. რეალურად ისე არ არის, ეს უბრალოდ გრადუსებია, მაგრამ შეგიძლიათ დასამახსოვრებლად გამოიყენოთ. და ასევე ძლიერი პლანეტა დომინირებს სუსტ პლანეტაზე. ანუ შეხედავთ სათითაოდ, რომელი ძლიერია. ვთქვათ, ახლა თუ ეს თხის რქაში ხდება და ეს მარსი და სატურნი ორივე ზის თხის რქაში, რა თქმა უნდა, სატურნი თავის სახლშია და რა თქმა უნდა, ნებისმიერ ვიღაცას ვინც თავის სახლში, ანუ მას პინძელს უფრო მეტი წონა აქვს, ვიდრე სტუმარს და მაინც უფრო მეტი ძალა ექნება. მაგრამ თუ მარსი ქვემოდან არის, მერე შედარებით გათანაბრდება ეს ყველაფერი, ანუ ისეთი დომინაცია უკვე სატურნს არ ექნება. მაგრამ სატურნი კიდე ქვემოდანაც თუ არის, მაშინ მთლიანად დაჩაგრული ყავს მარსი და ამ ადამიანს უკვე მოქმედება ძალიან უჭირს, ასე ვთქვათ. ალბათ ძალიან ბევრ კითხვებს დამისმევთ ამ ლექციის ბოლოს და მინდა რომ დამისვათ, იმიტომ რომ ყველაფერი ბოლომდე გაიგოთ. თუ ერთი ახსნით ახლა ყველაფერი ბოლომდე ვერ გაიგეთ, არა უშავს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ინფორმაციაა და შეიძლება ვერ დაგეტიოთ და შემდეგ გადახედეთ ესეთი ლექციებია უკვე, რომელიც მეორედაც უნდა უყურო, რომ კარგად დაიმახსოვრო ყველაფერი. პლანეტარული ომი ესეთი რაღაც არსებობს და აი აქ როგორც ხედავთ სლაიდზე, ეს ომი ხდება მაშინ, როცა ერთი პლანეტა მეორეს ეფარება, ასე ვთქვათ, ანუ ზუსტად ერთმანეთის საპირისპიროდ არის იმ მომენტში განთავსებული, როცა ვიბადებით. და ერთი პლანეტის ენერგია და მეორე პლანეტის ენერგია იბრძვის ერთ წერტილისთვის რეალურად. და ეს არის პლანეტარული ომი, ამას ქვია. თუ ორ პლანეტას შორის 1 გრადუსზე ნაკლები დისტანცია, ანუ თუ რუკაში ნახეთ, რომ თქვა თხის რქაში 13 გრადუსში ყავთ იუპიტერი და თხის რქაში 13 გრადუსში ყავთ ასევე ვენერა, ხო? ეს არის ორი პლანეტის ომი. და პლანეტა, რომელსაც უჭერია ქვედა პოზიცია, იმარჯვებს. ეხლა როგორ გაარკვევთ ქვედა პოზიციას? იქ გრადუსების გვერდზე მინუტებიც არის მიწერილი, მაგალითად, ვთქვათ, წერია იუპიტერი 13 გრადუსი და მერე ვთქვათ 23 და ვთქვათ წერია მეორე პლანეტა 13 გრადუსი და 12. აი 12-იანს აიღებთ, რომელსაც უფრო ქვემოთ აქვს, რომელიც უფრო ქვემოთ არის ამ მომენტში მინუტებით. და აქ უკვე ძალიან იქ შეერთებაში თუ დიდად არ იყო ესეთი ეფექტი, რომ
იმ პლანეტის, რომელიც წაგებულია ნეგატიური არ ხდება თვისებები ხო დიდად, აქ უკვე ის პლანეტა, რომელიც წაგებულია, ძალიან ბევრ ნეგატიურ თვისებას იღებს, ასე ვთქვათ, და ნეგატივში გადაყავს ძალიან თავისი, იმიტომ რომ შეწუხებულია რაღაცნაირად. წარმოიდგინეთ, რომ ერთი და იგივე წერტილისთვის იბრძვიან და მისი ენერგია ფაქტიურად ჩანაცვლებულია ან მეორე პლანეტის ენერგიით. და ამაზე არის ხოლმე სამუშაო, ანუ ისე ავტომატურად ცხოვრებაში ეს არის ხოლმე რაღაცა პრობლემა სულ თუ რომელიღაცა პლანეტის ენერგია აქვს ადამიანს დაკარგული ფაქტიურად, მაგრამ როდესაც დაამუშავებს, ანუ მერე ეს არის სუპერძალა, იმიტომ რომ არავის ესეთი შეერთება არ აქვს, იშვიათი შეერთებაა და იშვიათი ადამიანი გამოდის, ანუ ის ადამიანი, ვისაც ეს აქვს. და რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, როცა დამუშავებულია ეს ყველაფერი. დამწვარი პლანეტები არსებობს ესეთი რაღაცა, როცა პლანეტა ზედმეტად უახლოვდება მზეს, მზე არის ძალიან მხურვალე და წვავს მას, ანუ რაღაცა თვისებებს, რომელიც უნდა კონდეს ამ პლანეტას, უქრობს ან რაღაცნაირად ნეგატიურში გადაყავს და სხვადასხვა პლანეტებს აქვთ სხვადასხვა დისტანცია დაწვის. მაგალითად, მთვარე თუ მიუახლოვდა 15 გრადუსზე მეტად მზეს, უკვე ითვლება, რომ არის დამწვარი. მარსი უფრო მეტ სიცხეს იტანს, ანუ და 8 გრადუსზე მეტად თუ მიუახლოვდა, მაშინ არის დამწვარი. მერკური 2 გრადუსზე მეტად თუ მიუახლოვდა მზეს, მაშინ არის დამწვარი, რადგანაც მერკური ყოველთვის მზესთან ძალიან ახლოს არის და იტანს უფრო სიცხეს. იუპიტერი 8 გრადუსზე ახლოს, ვენერა 4 გრადუსზე ახლოს და სატურნი 8 გრადუსზე ახლოს. ეხლა ეს არის დაახლოებით ესეთი ძალიან მკაცრი წესი არ არის. ანუ თუ მერკური არის 1 გრადუსში მზესთან, ხო, ეს არ ნიშნავს, რომ დამწვარია ეს პლანეტა და აღარ მუშაობს, არა. პირიქით, უბრალოდ იმ ადამიანს აქვს ის რაღაცა თვისებები, რაც სხვა ადამიანებს არ აქვთ. მაგრამ სამაგიეროდ მისი აზროვნება ისეთი არ არის, როგორც სხვების. ანუ რაღაცა სფეროებში შეიძლება ძალიან მაგარი იყოს ეს ადამიანი, ვიდრე სხვები არიან, რაღაცა სფეროებში პირიქით უჭირდეს იმის გაგება, რაც სხვებს ესმით. და ასევე არის, თუ აი მარსი ხო, მზესთან ძალიან ახლოს არის, ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანს ენერგია არ ექნება, არა, პირიქით. შეიძლება ზედმეტი ენერგია კონდეს და რაღაცა ფეთქებადში გადასდიოდეს ეს ხასიათი, რადგანაც მზესთან ძალიან ახლოს არის და ეს მზე აძლევს ძალიან ბევრ ენერგიას. კიდე აი ვენერა თუ ახლოს არის მზესთან, ხო? დამწვარია იმ გაგებით, რომ აი ვენერას ესეთი თვისებები, როგორიც არის მზრუნველობა, როგორიც არის ქალურობა, ესეთი რაღაცეები, ნუგეშის ცემა. შეიძლება არ კონდეს, იმიტომ რომ გამოუაშრო მზემ და ეს რაღაცა გამოაცალა ეს ენერგია, მაგრამ სამაგიეროდ კონდეს რაღაცა ტალანტი, აუცილებლად ექნება ტალანტი რაღაცა, რომელიც ანუ მზის სინათლეზე განათებულია ეს ტალანტი უფრო და უფრო კრეატიულია ეს ადამიანი, ვიდრე სხვა ადამიანები. ანუ ამ დამწვარ პლანეტებს მარტო ნეგატივში არ განვიხილავთ, განვიხილავთ იმაში, რომ განსაკუთრებულია, ასე ვთქვათ, ვიდრე სხვა პლანეტა, რომელიც არ არის დამწვარი. და უბრალოდ როცა დავამუშავებთ ამ ყველაფერს, მე ყველაფერი ხდება რაღაცა სუპერ ძალა.